სალამი, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, მადლობა რომ მიყურებთ. დღეს არის 12 აგვისტო და საკმაოდ უსიამოვნო ცუდ სიახლეებზე მექნება ამ შემთხვევაში საუბარი. ესე იგი, დონეცკის ოლქში, ფრონტზე დაახლოებით 10-12 კილომეტრიანი გარღვევა განახორციელეს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა. ამ ვიდეოში მოგიყვებით თუ რასთან გვაქვს საქმე, როგორ მოხდა, რა ტიპის შეცდომები განიხილება აი ამ ჩავარდნის მიზეზებად, ასე ვთქვათ. რა ტიპის საფრთხეები არის შექმნილი და ასევე მოგიყვებით თუ რას აკეთებს ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები იმისთვის რომ ეს გარღვევა შეაჩეროს, აღკვეთოს, ჩაახშოს და კონტროლის ქვეშ აიყვანოს სიტუაცია კონკრეტულად აი ამ ფრონტის აი ამ მონაკვეთზე, ასევე ცხადია ამ ყველაფერს აქვს თავისი პოლიტიკური კონტექსტი, იქიდან გამომდინარე რომ სულ რაღაც 3 დღეში უკვე პარასკევს კვირის ბოლოს დაგეგმილი არის დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალიასკაზე, აქედან გამომდინარე ახლა აი ასეთი ტიპის გარღვევებს და ცვლილებებს ექნება განსაკუთრებული პოლიტიკური ფასი და მათზე სწრაფ რეაგირებასაც უკრაინის მხრიდან ცხადია ექნება შესაბამისად მაღალი პოლიტიკური ფასი. მოკლედ, ვიდრე გადავალ რუკაზე, გთხოვთ კიდევ ერთხელ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი თუ არ ხართ გამომწერები და აქვე მოგიკითხავთ ჩემს მუდმივ მაყურებლებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ თუ მოგეწონებათ ვიდეო, ცხადია, არ დაგეზარებათ რომ დაალაიქოთ. კარგი, დავხედოთ რუკას, ეს არის მუდმივად განახლებადი წყარო, სადაც ყოველდღიურად ხდება ინფორმაციის დამატება რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ასევე უკრაინელების კონშეტევების შესახებ და მათ მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, შესაბამისი ფერებით, მწვანე და წითელი ფერებით აქ არის მონიშნები, ასევე არის მონიშნები ნაცრისფრად, რაც აღნიშნავს იმას თუ სად აქვთ ამ შემთხვევაში ოკუპანტ ძალას შეტევების განვითარების შესაძლებლობა და პერსპექტივა. ჩავიდეთ უფრო ახლო მასშტაბით და გადავხედოთ იმ კონკრეტულ ზონას, სადაც ახლა მე თქვენ გიყვებით გარღვევაზე და რუსების მხრიდან შეტევის განხორციელებაზე. ეს არის პოკროვსკის მიმართულება, როგორც ხედავთ, აი აქ არის პოკროვსკი და ეს არის 8 აგვისტოს მონაცემი. ანუ მე თქვენ გითხარით რომ აქ ყოველდღიურად ხდება ინფორმაციის განახლება და დღეს არის 12 აგვისტო, შესაბამისად ბოლო 4 დღის განმავლობაში გაჩვენებთ თუ როგორ განვითარდა აქ პროცესები. დავიწყოთ 8 აგვისტოდან, იქიდან გამომდინარე რომ აქ მეტნაკლებად აი ამ რიცხვისთვის იყო ასე ვთქვათ სტატიკური სურათი, კი საკმაოდ რთული ვითარება იყო პოკროვსკის გარშემო, როგორც ხედავთ აი 8 აგვისტოსთვის ყველა მიმართულებიდან ხორციელდება შეტევა, თუმცა ეს შეტევები არ იყო სიახლე, ბოლო თვეების განმავლობაში პოკროვსკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე არის რუსი ოკუპანტებისთვის და ისინი მეტნაკლებად ყოველდღიურად გარკვეულ წარმატებებს აღწევდნენ ხოლმე, ხან იყო რამდენიმე ასეული მეტრით წინსვლა კონკრეტულ მიმართულებებზე, ხან ამდენიც არა, თუმცა ცხადია რომ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა საკმაოდ დიდი ცოცხალი ძალის დანაკარგის ხარჯზე რუსეთი მაინც წინ მიიწევდა და უკრაინის თავდაცვის მთელი ყურადღება აი ამ ზონაზე იყო გადატანილი. და რა ხდება შემდეგ დღეებში? მოდი ვნახოთ, გადავიდეთ, ესე იგი 8 აგვისტოდან 9 აგვისტოს, აი აქ უკვე ჩრდილოეთ ნაწილში ხედავთ რომ ახალი შეტევის მიმართულება გაჩნდა და ეს მიმართულება ნახეთ როგორ განვითარდა შემდეგი დღეების განმავლობაში. რას მინდა ხაზი გაუსვა? ნუ პრინციპში ვთქვი რომ მთელი ყურადღება აქ იყო გადატანილი, როგორც ჩანს რუსმა ოკუპანტებმა აი აქ მოძებნეს გარკვეული სუსტი ზონა, სადაც დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობის დიდი ალბათობით დაგეგმეს ოპერაცია, რომელიც იქნებოდა მოულოდნელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც სავარაუდოდ აქ არ ელოდნენ ინტენსიურ ასეთ სწრაფ გარღვევას არის ის, რომ ეს არის საკმაოდ კარგად დაცული ზონა და ამაზე შემდეგში აუცილებლად გვექნება საუბარი. გადავიდეთ, ესე იგი 9 აგვისტოდან 10 აგვისტოს ხედავთ როგორ გაიზარდა აქ შეტევის მიმართულება, წაიწია წინ წითელმა ზონამ, სადაც უშუალოდ მონიშნული არის, რომ აი ამ ზონაში უკვე დადასტურებულად იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ჯგუფების ყოფნა და ეს ნაცრისფერი ზონა კი აღნიშნავდა მათ შეტევის შემდგომ პერსპექტივას. 11 რიცხვში თქვენ ხედავთ როგორ ფართოვდება შეტევის არეალი და მატულობს ათვისებული ტერიტორიების მოცულობა და დღის ბოლოსთვის უკვე არის აი ესეთი სურათი. ეს არის ბოლო აპდეიტი, ასე ვთქვათ, ბოლო განახლება ამ წყაროს მიხედვით და ხედავთ რა ხდება, რამდენად შეიცვალა მოცემულობა. 2 დიდი მიმართულება განვითარდა შეტევის, დაახლოებით ეს მოიცავს 10-12 კილომეტრს და აი ამავე ინფორმაციით მოხდა ის, რომ რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული გზის გადაჭრა და მოახერხეს ის, რომ გასცდნენ
უკრაინის თავდაცვით ხაზს. აი აქვე მე მაქვს ამავე წყაროს Telegram არხი გახსნილი, სადაც დეტალურად არის ინფორმაცია განხილული აი ამ კონკრეტულ გარღვევასთან დაკავშირებით. საუბარი არის ამავე ინფორმაციაში საფრთხეებზე და გარკვეულ შეცდომებზე, რომელიც იქნა დაშვებული, აი ამ შეცდომებზე კეთდება სწორედ მინიშნება. ახლავე წაგიკითხავთ აი ამ ტექსტს. ესე იგი, აქ ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე მოწინააღმდეგე ქვეითების რაოდენობის უპირატესობის და მუდმივი ზეწოლის გამოყენებით შეძლო წინსვლა დასახლებებში კუჩერევ იარი და ზოლოტი კოლოდიაზი, სადაც აგროვებს ძალებს შემდგომი შეტევებისთვის გადაადგილებისას რუსები ცდილობენ პოზიციების დამკვიდრებას და ტერიტორიის გაკონტროლებას, ასევე კუჩერევ იარიდან ტყის მასივების გავლით მტერი შეიჭრა სოფელ ვესელეში, სადაც ასევე აგროვებს ცოცხალ ძალას ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ სოფელში უკვე დაფიქსირდა დაახლოებით 20 მტრის ჯარისკაცი. მტერი არ ჩერდება მიღწეულზე და განაგრძობს შეტევას დობროპილია კრამატორსკის ტრასის მიმართულებით. ამჟამად მისი აქტიურება შეინიშნება ნოვოდიანესა და პეტრივკის მიმდებარედ. სამწუხაროდ მტერმა უკვე დაადგინა უკრაინული თავდაცვის სუსტი წერტილები, რომლებსაც სავარაუდოდ კვლავ გამოიყენებს შემდგომი გარღვევისთვის. მოვლენები საკმაოდ ქაოტურად ვითარდება. მტერი ავლენს თავდაცვის ხარვეზებს, ღრმად იპარება პოზიციებში, სწრაფად იმაგრებს პოზიციებს და მზადდება შემდგომი შეტევები. ამასთან ფრონტის კონკრეტულ უბნებზე უკრაინის ზოგიერთი ბრიგადის ხელმძღვანელობა ან სრულად ვერ აცნობიერებს საფრთხის მასშტაბს, ან ცდილობს სიტუაციის გადამეტებულად ოპტიმისტურად წარმოჩენას, თითქოს ყველა მტერი განადგურებულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ამას არ ეთანხმებიან უშუალოდ თავდაცვის ხაზზე მყოფი მებრძოლები, რომლებიც თავად ცდილობენ გაარკვიონ რა ხდება რეალურად. ზოლოტი კოლდიაზის შახოვეს და მიმდებარე დასახლებების არეალი ახალ საინჟინრო ფორტიფიკაციულ ნაგებობებად იყო დაგეგმილი მაღალხარისხიანი ინჟინრული დაბრკოლებებითა და პოზიციებით, თუმცა მტერი მარტივად უვლის გვერდს ამ თავდაცვით ობიექტებს და მომავალში დიდი ალბათობით დაიკავებს მათ, რათა გამოიყენოს უკრაინული თავდაცვის წინააღმდეგ. როგორც მებრძოლები ამბობენ, ყველაზე საშინელი ის იქნება, რომ თუ ისინი ამ პოზიციებს დაიკავებენ, მათი ამ ადგილებიდან გამოყრა, ამ თავდაცვითის ღუდიდან გამოყრა იქნება ძალიან რთული. ეს კი მიგვანიშნებს, რომ მარტო კარგად აშენებული თავდაცვითი ნაგებობები საკმარისი არ არის, საჭიროა შესაბამისი ცოცხალი ძალაც, რომელიც ამ პოზიციებს დაიკავებს და კოორდინირებული სარდლობა, რომელიც რესურსებს ეფექტურად მართავს. დობროპილიისკენ მოწინააღმდეგის შეტევის დასაწყისი დაკავშირებული იყო დრონებით განხორციელებულ შეტევებთან, ახლა კი მტერმა უკვე იპოვა შესაძლებლობა ფიზიკურად გაიკვალოს გზა, მან სრულად იცის რა შედეგებს შეიძლება მიაღწიოს თავისი ქმედებებით და უკვე წინასწარ განსაზღვრული აქვს სამიზნეები, რომელთა მისაღწევადაც სისტემურად მოქმედებს. ამჟამად მტერი ცდილობს სრულად დაიკავოს ზოლოტი კოლოდიაზი, კუჩევიარი, ვესელე და სხვა მახლობლად მდებარე დასახლებები. როგორც კი მტერი შეძლებს საბოლოოდ გამაგრებას და ძალების კონცენტრირებას, დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაგრძელდება შეტევა შიდა ტერიტორიებისკენ, ასევე მოხდება დრონების ეკიპაჟების მობილიზება, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს უკრაინული ლოჯისტიკის რეორგანიზაციას და პოზიციების დაცვას. თუ მოვლენები ამ ტემპით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ დობროპილია უფრო ადრე დაეცეს ვიდრე პოკროვსკი. ნათქვამია აი ამ ინფორმაციაში, რომელსაც ავრცელებს უკრაინული წყარო Deep State, რომელიც ასევე არის აი ამ რუკაზე დატანილი მონაცემების ავტორი. მოდით ახლა ისევ დაუბრუნდეთ რუკას და ვიზუალურად ვნახოთ თუ რა ტიპის საფრთხეებზე საუბრობენ თავად უკრაინელი სამხედრო მიმომხილველები აი ამ კონკრეტულ გარღვევასთან დაკავშირებით. ესე იგი, ეს არის შედარებით დიდი მასშტაბი, ხედავთ, აი ეს არის ორი მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და მანამდე უფრო ახლო ხედით გაჩვენეთ. აი აქ არის დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, ეს წითელი ზონა არის ის, რომელიც უკვე ოკუპირებული აქვს რუსეთს და მიზანი გასაგებია აი ამ ტერიტორიების სრულად დაკავება. აქედან გამომდინარე, რას იძლევა ახლა აი ეს კონკრეტული შეტევა. როგორც ითქვა და თავად იმ ინფორმაციაშიც იყო აღნიშნული, რომელიც ცოტა ხნის წინ წაგიკითხეთ, აი ამ სივრცეში არის განთავსებული უკრაინის თავდაცვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ხაზი, სადაც განთავსებული არის მათ შორის ფორტიფიკაციები, მავთულხარდები, სანგრები, სხვადასხვა საინჟინრო ნაგებობები იმისთვის, რომ მტრის ეფექტურად შეკავება მოხდეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზონა.
აქედან გამომდინარე თავად ის ფაქტი, რომ აი აქ უკვე გზა გადაჭრეს რუსებმა და ეს თავდაცვითი ზღუდის გარკვეული მონაკვეთი გაიარეს, თავად პრობლემაზე მიანიშნებს, რაზეც იყო საუბარი, რომ ეს არის დიდი ალბათობით დაუდევრობის შედეგი ერთის მხრივ, რისკების არასათანადო შეფასების შედეგი და იმის, რომ საკმარისი ცოცხალი ძალა არ იყო განთავსებული შესაბამისად ამ ადგილზე და სამომავლოდ უკვე თუ აი ამ თავდაცვით ზღუდეს თავად რუსები დაიკავებენ, მათი აქედან გამოდევნა იქნება რთული და შესაბამისად რა გამოდის, რომ უკრაინელების მიერ აშენებულ თავდაცვით ზღუდეს ახლა მათივე წინააღმდეგ გამოიყენებენ და ეს იქნება ძალიან სავალალო. მეორეს მხრივ აქ საუბარია მნიშვნელოვანი გზის გადაჭრაზე, რომელიც აკავშირებს კრამატორსკს დობროპილიასთან, აი ამაზე არის საუბარი, რომელიც ლოჯისტიკის თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანი არის, ცხადია აქ არის სხვა მომარაგებლის გზებიც, თუმცა მნიშვნელოვანი არტერია გადაიჭრება კრამატორსკის მიმართულებისთვის, რაც ასევე განიხილება პრობლემად. მთლიანობაში ეს ყველაფერი, ეს ახალი გარღვევა დაახლოებით 10-12 კილომეტრიანი, რომელზეც ვისაუბრეთ, გზების ბლოკირება, თავდაცვითი ზღუდის გადალახვა, დამატებით იმპულსს აძლევს რუსეთის შეტევით პოტენციალს და მათ აძლევს შანსს, რომ უფრო და უფრო მეტი წნეხი განახორციელონ უკრაინის თავდაცვაზე. თან მით უმეტეს აქ უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ერთ მიმართულებაზე და ერთ გარღვევაზე არ არის საუბარი, ისინი სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. მათი ამოცანა არის დონეცკის ოლქში უშუალოდ ლიმანის დაკავება და ხედავთ, რომ აქ არის შეტევის მიმართულებები, ასევე უტევენ კრამატორსკის მიმართულებით ძალიან აქტიურად და აქაც არის გარკვეული წინსვლა მათი შესრულებით. ეს ახალი შეტევა კონსტანტინივკას აქცევს დამატებითი რისკის ქვეშ, გარდა ამისა, თუ დავამატებთ, რომ პოკროვსკის საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და აქაც წნეხი მატულობს, თუ ასე გაგრძელდა, ასე ვარაუდობენ ყოველ შემთხვევაში სამხედრო მიმომხილველები, როგორც უკრაინელი, ასევე სხვა ევროპელი, ბრიტანელი, ამერიკელი მიმომხილველები, რომელთა შეფასებებს ვეცნობი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვარაუდობენ, რომ საკმაოდ დამძიმდება ვითარება აი ამ სცენარით წასვლის შემთხვევაში დონეცკის ოლქში, შესაბამისად, ახლა უკრაინას მართებს ძალიან სწრაფად და ძალიან ეფექტურად მუშაობა იმისთვის, რომ მინიმუმ შეაჩეროს რუსების წინსვლა აი ამ კონკრეტული მიმართულებით. დამოდით ახლა ბოლოს უკვე ვთქვათ, თუ რას პასუხობს უკრაინის შეიარაღებული ძალები აი ამ რისკებს და გაგაცნობთ ბოლო ინფორმაციებს, რომელიც ეხება აი ამ შეტევის, აი ამ გარღვევის ჩახშობას. აი აქ არის ალფა-სიხშირის ინფორმაცია, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ, ესე იგი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლის უნარიანი საბრძოლო შენაერთი, ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსი, რომელსაც აზოვის კორპუსი ეწოდება, დობროპილა კრამატორსკის გზის მიმდებარედ განლაგდა და უახლოეს მომავალში დაიწყებს ინფილტრირებული რუსი ოკუპანტების განადგურების ოპერაციას. სავარაუდოდ დღის განმავლობაში დაიწყება აღნიშნულ ზონაში კონტრშეტევა და მომავალში სიტუაციის სტაბილიზაციისა და პოზიციების დაცვის უზრუნველსაყოფად პირველი კორპუსი ამ სექტორში დარჩება. კორპუსის ნაწილებმა უკვე დაასრულეს გეგმის შედგენა და ჩაატარეს წინასწარი მოსამზადებელი ღონისძიებები მტრის ძალების დაბლოკვისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე. შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და აქვე შეგვახსენებენ, რომ ეროვნული გვარდიის აზოვის კორპუსს მეთაურობს მარიუპოლის აზოვსტალის ლეგენდარული დამცველი პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო. დენის პროკოპენკო არის მნიშვნელოვანი სახელი და გვარი, ის არის ძალიან სახელგანთქმული მეომარი და მეთაური, ვისაც გახსოვთ აზოვსტალის ამბები, მარიუპოლის ამბები, აუცილებლად გემახსოვრებათ დენის პროკოპენკო, რომელიც აზოვსტალის დაცემის შემდეგ, აი ამ ბრძოლის დასრულების შემდეგ ტყვედაც იყო ჩავარდნილი, შემდეგ ის გაიცვალა, რეაბილიტაციის კურსი გაიარა სხვა აზოველებთან ერთად თურქეთში და საბოლოოდ დაბრუნდა უკრაინაში და დაუბრუნდა კვლავ აქტიურ სამხედრო საქმიანობას და დაუბრუნდა თავისი მოვალეობების შესრულებას. ახლა შესაბამისად დენის პროკოპენკოს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი მისია აკისრია, რომ შეაჩეროს ეს შეტევა და შესაბამისად დაიცვას დონეცკის ოლქი დამატებითი ტერიტორიების დაკარგვისგან. აქვე კიდევ ერთ ინფორმაციას წაგიკითხავთ, რომელიც ეხება აი ამ შეტევის ჩახშობის გეგმებს. ამ შემთხვევაში უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაზე არის აქ საუბარი, სადაც წერია, რომ თავდაცვის ძალებს
დამატებითი ძალები გადაჰყავთ პოკროვსკისა და დობროპილივკის მიმართულებებზე. ჩვენი ქვედანაყოფები მძიმე თავდაცვით ბრძოლებში არიან ჩართული მხოლოდ პოკროვსკში. რუსეთის შეიარაღებული ძალების 110,000 ჯარისკაცია კონცენტრირებული. რუსები მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა ცდილობენ შემოაღწიონ მცირე დივერსიული ქვეითი ჯგუფებითო აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში. მოკლედ, შელამაზების გარეშე რომ ვთქვათ, ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს საკმაოდ რთული ამოცანები გადასაჭრელი იმისთვის, რომ შეინარჩუნონ თავდაცვითი ზღუდე დონეცკის ამ კონკრეტულ უბნებზე, მოახერხონ სიტუაციის დასტაბილურება და რუსი ოკუპანტების ამ კონკრეტული შეტევების ეფექტურად ძალიან მოკლე დროში შეჩერება. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით ეს შეტევები გაფართოვდება. რუსები შეძლებენ დამატებით შეიარაღების შეყვანას, ცოცხალი ძალის შეყვანას ამ ტერიტორიებზე, ასევე დრონის ოპერატორების ჯგუფების შეყვანას, რაზეც იყო საუბარი და ეს დამატებით გაართულებს უკვე იქ სიტუაციის დასტაბილურებას და დამატებით წნეხი იქნება. ახლა დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, უნდა მივადევნოთ აქტიურად თვალი თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად ეფექტურად შეძლებენ უკრაინელი სამხედროების სიტუაციის დასტაბილურებას. ცხადია, მე ამ ყველაფერს თვალს მივადევნებ აქტიურად და უკვე შემდგომ ვიდეოებში გაგიზიარებთ ყველა მნიშვნელოვან სიახლეს. შემდეგი ვიდეოები კი ცხადია მალე გვექნება, იქიდან გამომდინარე რომ ახლოვდება კვირის ბოლო, 15 აგვისტოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის. ბევრი თქმა მე მგონი არ ღირს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. ერთი რამ ცხადია რომ რუსები აშკარად იკვეთება რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ და ისინი კვლავ იმ პირობების წამოყენებას აპირებენ ამ კონკრეტულ შეხვედრაზე ტრამპთან, რაც სრულად კაპიტულაციას ნიშნავს. უკრაინის მათი ტერიტორიების დაკარგვას, მათი სუვერენიტეტის ხელყოფას. აქედან გამომდინარე, პრინციპში ზელენსკიმ გასაგებად თქვა, რომ რაც არ უნდა შეხვედრა გაიმართოს, მთავარი არის ის, რომ მათი ტერიტორიები საჩუქრად არავის არ გადაეცემა, უბრძოლველად ამას არავინ არ დათმობს და მინიმუმ უკრაინის კონსტიტუცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვინმეს რამე ტერიტორიები გაუცვალონ, რაზეც არის საუბარი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც, რაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ვრცელდებოდა, ეს არ არის ცხადია ზუსტი მოლაპარაკებების ამ პირობებთან დაკავშირებით, მაგრამ იყო იქ საუბარი გარკვეულ გაცვლაზე და ტრამპმაც ახსენა, რომ მოუწევს უკრაინას გარკვეული ტერიტორიების გადაცემა დიდი ალბათობით, თუ მოხდება შეთანხმება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის ტონი არ არის იმდენად რუსეთის სასარგებლოდ განწყობილი, როგორც წინა შემთხვევებში იყო ხოლმე და ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხაზს უსვამს მუდმივად, რომ ის არის რუსეთის მოქმედებებით უკმაყოფილო. ის აცხადებს ასევე, რომ კვლავ ძალაშია გეგმები დამატებითი სანქციების და ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა რატომღაც ახსენა ტერიტორიების გაცვლაც. ასევე JD Vance-მა ახსენა ასეთი რამ, რომ თუ შეთანხმება შედგება, ეს მოიცავს ორივე მხრიდან კომპრომისებს და გარკვეული პოზიციების დათმობა მოუწევს როგორც რუსეთს, ასევე მოუწევს უკრაინასაც. ნახოთ როგორ წავა პროცესი, რომ გითხრათ დიდ ცვლილებებს ამ შეხვედრისგან არ ველოდები და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და პრინციპში არ მომწონს ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტია, რუსეთი არანაირ დათმობებზე წამსვლელი არ არის, არც ომის გამჩერებელი არ არის და ამაზე ზელენსკიც ამბობდა, რომ არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ეს ქვეყანა რაიმე სამშვიდობო პროცესისთვის უნდა ემზადებოდეს, პირიქით მათი შეტევები უფრო და უფრო ინტენსიური ხდება და დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით უფრო და უფრო მეტი საფრთხის შექმნას აპირებენ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განწყობა ცხადად ჩანს, ის არ ელოდება არანაირ შედეგებს და რაც მნიშვნელოვანია, პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებს და ამბობს, რომ არაფრის დათმობას არ აპირებს. დიდი ალბათობით ეს შეხვედრები და მოლაპარაკებები ისევ და ისევ რუსეთს დაეხმარება სასარგებლო დროის მიღებაში და დაეხმარება იმასში, რომ წნეხი შეამციროს როგორმე, მინიმუმ დროში გაწელოს დამატებითი სანქციების პროცესი და ამ ყველაფერს მისთვის ძალიან დიდი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ყოველდღიურად იღებს მილიონებს რუსეთის ომის მანქანის ბიუჯეტი ნავთობის გაყიდვებიდან. ნახოთ, მოკლედ 15 რიცხვი მალე მოვა, ცხადია ინტერესით დავაკვირდები ამ პროცესსაც და შემდეგ უკვე ცხადია დაგიბრუნდებით ახალი განხილვით, ახალი ინფორმაციებით, მანამდე კი ყველამ ერთად თვალი უნდა მივადევნოთ აი ამ ძალიან სახიფათო პროცესებს, რომელიც ვითარდება დონეცკის ოლქში.
დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თუ მოგეწონათ ვიდეო, თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო და მოგწონთ არხი, გამოიწერეთ და ამით დამეხმარეთ აუდიტორიის ზრდაში და პროექტის გაგრძელებაში. ნახვამდის.